მოგესალმებით ალტასამზარეულოდან. მე ვარ თიკა და დღეს მოვამზადებთ საახალწლო სამარხო კერძს ბროწეულის ბაჟეს შემწორ ორაგულთან ერთად. მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნიგოზი, ბროწეულის წვენი, 1 ჯიგა წყალი, ნიორი, ქინძი, დაბქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ინგრედიენტები წყალთან ერთად ბრაუნის ხელის ბლენდერში კარგად ავურიოთ. Brown Multi-Quick 9 დიდი სიმძლავრის ხელის ბლენდერია და თავისი 1200 ვატიანი ძრავით უმკლავდება ყველაზე რთულ ინგრედიენტებსაც კი. იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რადგან აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის გამძლე პირებით, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ, სუსტ და თანაბარ დაქუცმაცებას. დაბლენდერებული ინგრედიენტები გადავიტანოთ ღრმა თეფშზე და გავათხელოთ ბროწეულის წვენით. ახლა კი დროა თევზის მომზადებას შევუდგეთ. გასუფთავებული ორაგულის ნაჭრები გადავიტანოთ ნუტრიბულეტის აეროგრილში. 1800 ვატიანი სიმძლავრე და ცხელი ჰაერის ცირკულაცია უზრუნველყოფს სწრაფ და თანაბარ შეწვას, ხოლო 80-დან 200 გრადუსამდე ზუსტი ტემპერატურის კონტროლის საშუალებას გვაძლევს მივიღოთ წვნიანი ორაგული, ხრაშუნა ზედაპირითა და მინიმალური ცხიმით. სენსორული ეკრანი და ტაიმერი პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. უბრალოდ ირჩევ რეჟიმს და აეროგრილი დანარჩენს თავად აკეთებს. რაც შეეხება მის 8 ლიტრიან ტევადობას, მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ამ აეროგრილში თავისუფლად ეტევა დაახლოებით 1 კილოგრამიანი ორაგული. ხოლო სურვილის შემთხვევაში 2 ასეთივე ნაჭრის მომზადებაც შესაძლებელია ერთდროულად, რაც იდეალურია ოჯახური სადილებისა და სადღესასწაულო სუფრისთვის. თევზიც მომზადდა და ახლა დროა სერვირებაზე გადავიდეთ. გადავიტანოთ თევზის ნაჭრები ბაჟეში და ძალიან გემრიელი სადღესასწაულო კერძიც მზად არის. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.